სწავლის დონე იმდენად დაბალია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს, როგორც კვლევები აჩვენებდნენ, წაკითხული შინაარსის გაგების უნარი არ აქვთ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ქვეყანა. ანუ უნარი არ აქვთ მიღებული ინფორმაცია სწორად გაიგონ და გაიაზრონ. ეს არის ნამდვილი ტრაგედია. გარდა ამისა, ახლა აქვე უნდა ვთქვა, როგორ წარმოგიდგენიათ, ახლა თქვენ განათლების სისტემა ნამდვილად რეფორმებს საჭიროებს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ადამიანი აბარებს და მათემატიკაში საკმარისია 20%. ესე იგი, 100 კითხვიდან 20 რო გაარტყას სწორად, არ ვიცი ეს სწორი ფრაზაა ალბათ, შემთხვევით რო შემოხაზოს. უკვე სტუდენტია და მე იქ ხო უნდა ისწავლოს ის მათემატიკა და უმაღლესი და სერიოზული მათემატიკა. როგორ შეიძლება? ეს შეიძლება იყოს რაღაცა ჰუმანიტარულ ინსტიტუტში თუ აბარებს მათემატიკა თუ ბარდება და 20% იყოს, მაგრამ ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმოგიდგენიათ, მე მგონი მსგავსი ხდება უნივერსიტეტის, არ ვიცი, მათემატიკის ფაკულტეტზე ასე ხდება თუ არა. ეს არ დანაშაულია. მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია.